ეხა აკაცუკური ისტორიები გვაქვს რა. აბა. ხო და გავწავიდეთ რა. ეს ძალიან ინტრიგანი გოგოა. ესა აი ხო? სანამ ახლა შევიყვანთ ვიდეოს რა. ხო. ოღონდ რისი თქმა მინდა იცი რომ ეს გოგო ხო. არის ყველა მათი აკაცუკის მართლა სახე ოღონდ. ხო. აი რეალურად როგორც ისინი იქცევიან ამ აქციებზე, ხო, პირველი დღიდან მოყოლებული. არა მარტო ამ აქციებზე ავსაუბრობ, თუნდაც იგივე პირველი რუსული კანონის მეორე რუსული კანონის იქამ ეს არიან, მე გეტყვი, ეს შეიძლება რაღაც მხრივ სასაცილო არის, მაგრამ ეგრე არ არის რა. ესენი არიან სპეციალურად გამოწვრთნილი ტიპები, ძირითადად ირჩევენ დედრობით ის კესის წარმომადგენლებს, რომ გოგოზე გაწევა ხო ხდება, ხა სად როცა ბიჭი რაღაცას გაგიკეთებს და გაიწედა, სადღაც გოგოზე რომ გაიწევა. ისეთ რაღაცას აკეთებინებენ მართლა ვამბობ და ისეთ რაღაცებს უღებენ მერე იმ რაკურსით, ამონტაჟებენ რომ ნუ აი ხო, მოდი გავუშვათ რა, თუ შეიძლება რა, გავუშვათ რა, ამას კომენტარებიც აქვს რა, ვიდეოებს რა. მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ფიზიკური ზიანი მოეყენებინათ. კადრებში ძალიან კარგად ჩანს მათი, ასე ვთქვათ, აგრესიული დამოკიდებულება, მათი ძალადობრივი დამოკიდებულება ქალების მიმართ. აი, ეგ არის რა, პოლიციელებს აბრალებდა რა, ძალადობდნენ რომ ჩემზეო და ვინ ძალადობს, კარგად ჩანს. აი, გავუშვით მეორე ვიდეოც რა, გავუშვით რა, ერთ-ერთ პარლამენტარს. მიდესალბათ, რაღაც წუხრის გამოსახატად, თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი მერე და თქვენ ხართ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე. მონა! გავიგე! გავიგე! გესმოდეთ. შენ არაფერი არ გესმის მათ შორის აუცილებლად. გაიწიე. მოღალატე. რუსო მონა. მერე. ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამყიდველო. შიშრებოდა ლაჩრებო. ეს ქვეყანა. ნუ შეიძლება ხო ხო არ არის არაფერი სალაპარაკო რა, ყველაფერი ჩანს რა. ამის მოთმენა როგორ? ახსნაც არ შეიძლება რა. ძალიან რთულია მოთმენა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხა. კაი, კომენტარები გაუშვოთ რა. კადრში ჩანს შენი უზრდელობა, როგორ აყენებს შეურაცხყოფას პოლიციას. ზუკნებო, სად არის აქ პოლიციის ძალადობა? ქალები კი არა, ალქაჯები ხართ თქვენ და ძალადობთ პოლიციელებზე. სად აგდია თქვენი ქმრები? ნუ თუ ვერ ხედავენ თქვენს აქციელს. აუ ეს ხაშურის ვაგზალნაა, გასვეთ და თუ უკვე თბილისის გახდა. წადი იცეკვე რაც გამოგდის ის გააკეთე. აი ყველა სახელი და გვარი წერია რა. და იცი რა მომწონს, გია პირველი ორი კომენტარი, სადაც ეწერა აბსოლუტური სიმართლე მათზე, ხო რეალურად, სადაც ეწერა რომ პოლიციელზე ეს ძალადობდა და შეურაცხყოფა. ერთ ქონა 114 თუ არ ვცდები დალაიქება და მეორეს 100 თუ 100-ზე ოდნავ მეტი რა. აი ეს არის ხალხის პასუხი რეალურად. ხო, ეგ არის, კი ბატონო. კი ბატონო, მაგას ვიძახი ზუსტად. გავიზარდეთ მაგას ვეღარ არა, თვითონ ხალხი, ესე იგი ხალხის სახელით რო ლაპარაკობ, თუ შეკრიბაო, რაც ხდება სოციალურ ქსელში. ეგ არის ხალხის აზრი და ხალხის პასუხიც რა. რა თქმა უნდა. რა თუ და ხალხის სახელით ლაპარაკი ამას და იმას და ამას, ხო? სრულიად საკმარისია. ეგ სრულიად საკმარისია. და რატო იგებს ქართული ოცნება არჩევნებს? ეგეც შვედიურად ჩანს რა. ნათელი გვარი და სახელები უჭერენ მხარს. არა დამალული, არა ეს რომელიც თავის აზრსაც აფიქსირებს და ყველაფერს აკეთებს რა. და მიდით ერთი შედით ნახე, იმ საშინელ აზრებს ვინც აფიქსირებს, რა სახელებით და გვარებით არიან რა.